სახელითა მამისა და დაზისათა და სული საწყენისა და პოეტმა ყველა გაგაცნო დაგლოცოთ დღევანდელი სახარება კვლავ გვაძლევს მშვიდობას, სიმშვიდეს, სიწყნარეს, როგორც მაცხოვარი ეუბნება, როდესაც მიდის მოწაფეებთან, მშვიდობა თქვენთან. სადაც უფალი მიდის, იქ არის მშვიდობა, სადაც უფალია, იქ არის მშვიდობა და სადაც მშვიდობაა, იქ არის უფალი. ამიტომ სადაც მიდის უფალი, მშვიდობას და სიწყნარეს და დამშვიდებას ანიჭებს. ადამიანის სულში შედის რა? ზიარებით. ანიჭებს დამშვიდებას, სიწყნარეს, დალაგებას და წყობში მოყავს სულად მთელი ადამიანი. და სულიწმინდას ანიჭებს მას, როგორც არის ნათქვამი დღეს. მიიღეთ სულიწმინდაო, ხო? აი სულიწმინდა მოგწა უფალმა ნათლობით. ჩვენზე ინდივიდუალური სულთმოფენობით გარდა მოვიდა ჩვენზე სულიწმინდა და 7 ნიჭი სულიწმინდისა მოგვეცა. რა თქმა უნდა, იმისაც რომ გამოვიღოთ ნაყოფნი სულიწმინდისა. ვისაც ქრისტე უხილავს ბედნიერია და ვისაც შინაგანი მზერით უხილავს ის კიდევ უფრო ბედნიერია. ვისაც ქრისტე უხილავს ყოველგან არს და ყოველსავე ხედავს და გრძნობს, იგი ნეტარია, რადგანაც ყველაფერი ქმნული შემოქმედზე მიუთითებს. ყველა ქმნული შემოქმედზე მიანიშნებს, იმიტომ რომ არ არის ისეთი რამ, რაც მის შემოქმედზე არ მიანიშნებს. თუ კი ადამიანი ყურადღებით იქნება საყდო ტექსტებისადმი, ყურადღებით იქნება ღვთაებრივი რეალობისადმი, რომელიც ღმერთმა ქმნული გააჩნია, რათა როგორც მოგვები თაყვანსადმე ვარსკვლავებს, მაგრამ ვარსკვლავებმა უჩვენეს, ვისაც უნდა სცენ თაყვანი. ვინც ვარსკვლავებს სცემდნენ თაყვანს, ვარსკვლავებმა უჩვენეს ქრისტე და მიანიშნეს მასზე. იმიტომ რომ ქმნული შემოქმედზე მიანიშნებს. ამიტომ ყველაფერში შეიძლება ყოველგან ღმერთიას, ყოველგან არს და შეიძლება დაინახო, რომ შემოქმედის ნაკვალევი და მისი ხელწერა. ამიტომ მინდა როგორც დღევანდელი სახარება გვეუბნება და აღიარებს თომა მოციქული, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. აი ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება, ქრისტეს აღიარება, უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და ამბობს ნეტარ არიან რომელთა მიხილესო, კარგია რომ მიხილეთ თქვენ და გწამთო, მაგრამ აი ნეტარ არიან, ანუ თქვენ, ჩვენ ყველა ნეტარ ვართ, ვისაც არ გვიხილავს, მაგრამ წვენე, მაგრამ იმიტომ თქვი რომ ყველგან მაინც გვიხილავს, ადამიანში გვიხილავს ხატება და მსგავსება, ჩვენშიც არის და ყველა მოყვაში ხო? ხატება და მსგავსება ღვთისა, მის ნამოქმედარში ზეცა და მიწა ღვთისკვნილებაა და ყველაფერი ღვთის შვენიერი კვნილებაში შეიძლება მიგვითითოს, თვითონ ზეცამას და მიწამას ყოველივე მიგვითითებს მის შემოქმედამდე. რატომაც არა, ნეტარ ვართ ჩვენც, იმიტომ რომ მისი ქმნულიდან მის დიდებამდე მივდივართ. ქმნულს რა გვიგვის, რა საოცარი და სილამაზე და მშვენიერია ყველაფერი. უყურებთ რა ამას, მისი შემოქმედი რა იქნება, აი, მის შემოქმედს ასე ვთქვათ, ჭრეთ ჩვენი საზომისები, ჩვენი სიმდრო. ერთადერთი რაც ღმერთში შემეცნებადია, ეს არის ის, რომ როგორც მინდა მამები ამბობენ, რომ იგი შეუმეცნებადია. ეს საოცარი სასწაული, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვაღიაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ღვთის კურთხევით გავაკეთებთ. ხო, მოძღვრის პირით მოგვეცემა ღვთის კურთხევა, ჩვენ შევაგებოთ უფალს შევეხვეწოთ, ხო, რასაც ვაკეთებთ, უფალო რა კურთხევით. და ჩვენ მოძღვრისგანაც ავიღებ კურთხევას, ხო, აი, აკურთხე რომ აი საქმე გავაკეთო. ღმერთმა რომ დაგლოცოს და გზა გავიხსნას. რასაც ვაკეთებო, პავლე მოციქული ამბობს, რომ არაფერია ჩემი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ღვთის ძალით აღესრულებო. მართლაც ესე არ არის. ღვთის ძალით აღესრულებო, მისი სასწაულებით, მისი სიკეთის მომცველი ძალით აღესრულებო ყველაფერი. მართლაც ესე არის. აი ესე რომ აღვიქვათ ესე ჩვენი წვენაში გავძლიერდა და ნუ შეგწყვება. ზეციური მამის, ნუ მოგვერიდება, ბევრი აქვს ძალიან, ბევრი ვითხოვ, ცოტა რომ მაინც მივიღოთ, ხო? იმიტომ ვიძახებ. ისე ითხოვე, რომ ადეკვატური შესაბამისი რაღაცა დილეს მოწვევშია საღამოსში, ისეთი რამე უნდა ეთხოვო, რაც სული საწყონებელს და რაც შენთვის სასარგებლო, ანუ სასწორებისა და სიმართლე მისტორი, ისეთი რაღაცას ითხოვე, ზოგი რომ ჯობი არ მიეცეს. ესეთი არა, აი რაც ღვთის საქმე არის, ისეთი რამე უნდა ვითხოვო. და ნუ შეგწყვება ამის, მაცხოვრის ძალის, ნუ მოგვერიდება, ესეთი ძალა მაცხოვარს და ჯვარს, რომ მისი ძალა ყველაფერს, ასე ვთქვათ, აღასრულებს. და ხოლო ჩვენ ცხოვრებულთა ამათვის ზალღმრთისას, მაცხოვრის ჯვარი და თვითონ მაცხოვარი, ხო? რამე თუ ჩვენთვის მომკვდარი არ იყო უბრალო ადამიანი, როგორც ნათქვამი, არამედ ძეღმრთისა და ხორჩესხმული ღმერთი მოკვდა და აღზრდა. გარდა ამისა, თუ კი მოსეზდრო შესაწირ ტარიქს შეეძლო შემოსვლელი ანგელოზის განრიდება, გამოსვლათაში წერია.
მაშინ ღვთის ტარიქს ამა ქვეყნის ცოდვების მტვირთველს განა უფრო მეტად არ შეუძლია ცოდებისგან განთავისუფლება და სურვილების, საღვთო სურვილების შესრულება. როგორ არ შეუძლია ამისთვის მოვიდა ცოდვისა, წყლისა, სიკვდილისა რომ გამოვეხსნეთ ჩვენ ამისთვის მოვიდა. იოანე ღვთისმოწყალე ნუ თუ კი იტყვი კრავის სისხლს გადარჩენა მოქონდა ძველ აღთქმაში ნუ თუ მხოლოდ შობელის სისხლი უფრო მეტად არ გვიხსნის ქრისტესი თუ ვინმეს არ სამს ჯვარცმული ზალისა მაშინ კითხოს ბოროტსულებსო ვისაც არ სამს სიტყვებისა იწამოს თვალით ხილული ამ ქვეყნად ბევრი ყოფილა ჯვარცმული ბევრი ადამიანი უწამებიათ რომაელებს ასე შემდეგ მაგრამ ბოროტსულებს არც ერთი მათგანი შიში არ ქონიათ მხოლოდ ქრისტეს ეშინოდათ იმიტომ რომ ყველა ხელმწიფება ქრისტეს როგორც ღვთაების ღმერთის სახელის და მის წინაშე მოიდრიკება ყველა მუხლი მიწაზე მიწისქვეშა ჯოჯოხეთსა და თქონდა ზეცაში პირველ რიგში და არც ერთი მათგანის არ ქონიათ შიში რამდენი ადამიანი ჯვარცმულა და უწამებიათ მაგრამ ქრისტეს შიში აქვს იმიტომ რომ იციან რომ იგი არის ძე ღვთისა რადგან ისინი საკუთარი ცოდვების მისით ანჯებოდნენ ის ვინც დანაშაულის გამო და ცოდვების გამო ეწამა მაინც თავის საკუთარი ცოდვების ეწამებდა მაგრამ ეს ღმერთი ძე სული ღმერთი სული კაცი უცოდველი უდანაშაული ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის ეცვა ჯვარს და არა თავისი ცოდვებისთვის მოიქნება ეს რამე თუ რომელმან იგი ცოდვაი არ აქმნა არც აიპოვა ზაკვაი პირსამისა რომელი იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა ევნებოდა და არავის უთქმიდა ცოდვანი ჩვენი აღიხვნა ხორცითა თვისითა ჯვარსა ზედა ამიტომ ნეტარ არიან ისინი ვინც იხილა მაშინ მაგრამ ნეტარ ხართ თქვენც იმიტომ რომ გწამთ და სულიერი თვალით სულიერი სმენით სულიერ შეგრძნებით როგორ არ ვიხილავს ქრისტე ვის სად ვიხილავს მე არ მეგულება ადამიანი მონათული ვისაც შინაგანი შეგრძნება გძნობა ცოდნა ქრისტეს ხილვისა არ ქონდეს ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულში არ ვიცი რა შემთხვევებში ყველა ადამიანი საკუთარი სამყარო ღმერთთან პირადად აგებს პასუხს არ არსებობს რომ არ ეხილოს ქრისტე რაღაცნაირი ფორმით არ ვიცი რაღაცა შეგრძნებით რა ვიცი რა დავარქოთ გამოთქმელად ლინგვისტურად ძნელი გამოსაქმელი ვილოცოთ ხიზლად უნდა ვიყოთ იმიტომ რომ ამისათვის დიდი სიყვარულია საჭირო დიდი რწმენაა საჭირო თუ კი ქრისტე გულწრფელად გვეყვარება ღმერთი მაშინ ისეთ რამეებს გავაკეთებთ რისი წარმოდგენაც გვიჭირს რამე რო არ გამოგვდის ცხოვრებაში ეს ჩვენი ცოდვების ბრალია და ჩვენი ურწმუნოების და ეს ჩვენი თავი გვაბკოლებს თორე განა ღმერთს არ შეუძლიას ან ისეთ რაღაცას არ ვითხოვდეთ უნდა რაც სული საზიანოა ზოგჯერ ესეც ხდება ხოლმე ამიტომ მორწმუნეებს სამი წესი მიცავ პავლე მოციქულმა პირველი იფხიზლეთო უთხრა რათა არ სტუნდეთ მასტურებისგან მეორე მტკიცეთ იდექით რწმენით და ამ რწმენით თებს გადააგდო ჯერ დავიწყოთ კენჭების გადააგდებით რა მოსიკიდავით თებს დავეტაკებთ ჯერ კენჭების გადააგდებით დავიწყოთ მერე ნელ-ნელა რაც საჭირო ისის გადააგდო შინაგანი კენჭები და შინაგანი თებით დავიწყოთ ჯერ გავანებოთ თავი ეკოლოგიას ჯერ მაგრამ შინაგანად მტკიცეთ იდექით რწმენით ხნედი ყავით აი სამი რამ მტკიცეთ იდექით რწმენეთში გაძლიერდითო და ხნედი ყავით აი ვიმეორე ყოველივე მტკიცეთ იდექით რწმენით ხნედი ყავით კორინთიანების და გაძლიერდით და მესამე ყოველივე თქვენი სიყვარულით იყავით რასაც აკეთებთ ყველაფერი იყოს რწმენით და გულწრფელი სიყვარული ამას ხო ღმერთი ხედავს შენ თუ რაღაც აკეთებ სიყვარულით და რაღაცა კიდევ გააკეთო რაც არის კაი ამ კონდეს და არ მინდა და რაც მომცილი ერთი და ესეთი გაკეთებული არა ან რაც არის და ამას გავაკეთებ და ეს გამასვლეთ შენ თავი არა მაგ ესეთი არა აი სიყვარულით და ცოტა გააკეთო ჯობი და სიყვარულით ვიდრე ვითომ ბევრი და სინამდვილეში არაფერი არა ცოტა ერთი ჭიხაწყალიო მიაწოდო არ დაგიგარგებო ხო ნათქვამი ანუ ყველაფერი რასაც აკეთებო თქვენი სიყვარულით იყავ აი ეს არის იოანე ღვთისმეტყველი ამას აქვს მერც სიყვარული არის ეს არის სიყვარული თორე რა თქმა უნდა ჩვენ შოსავთ ამ იდეალისგან მაგრამ ცდელობა ხო სათნოება ვეცადოთ მაინც და რაღაცა გამოვა ბევრი ვეცადოთ ცოტა მაინც გამოგვიყვება ხო რომ არავინ არ დავაბკოლო უსიყვარულოდ გაკეთებული საქმე არც ვარ გადა იმასაც არ ერგება ვისაც უკეთებ ვითომ არც შენ არ გეკნება არაფერ და ჩათვლაზე არ არის მაგრამ უბრალოდ არ გერგება არც შენ და არც იმას ცოტა ინტერვალზე მუშაობს ეს ცოტა ვითომ გამოდის მაგრამ არ გამოდის გამოდის კიდევაც და არ გამოდის აი რაღაცა ფორმალური ფიქტიური სახე ხო ფიქტიური ქორწინება რა ხო არის კიდევაც და არც არის რა ქორწინება ფიქტიური ისე ვიძახეს იურიდიული საკითხი არ ვიცი აი ეს შედარება ცოტა ის მაგრამ აი ეს სამი წესი სამი იარაღია ხნედ ყოფნა სიფხიზლე გაძლიერება
და რა თქმა უნდა მეოთხეც იბერიშვილი. ესევე იარაღიაო ბოროტისულის წინააღმდეგ. იგი არის საცდურების წინააღმდეგი, უებარი წამალი, ძალადობა, რომელიც ადამიანზე მოდის ეს დღეს მით უმეტეს ხო ეს შეტევა ბოროტისული მოდის და მოდი ხილული უხილავი ბრძოლა, ნევროზი, ფსიქოზი, რა ვიცი ახლა რო არის ეს ფსიქიატრმა, ფსიქოლოგია პროექცია, მაგრამ ეს ყველაფერი უხილავი შენ რო ვერ ხედავ, ეს ანიშნავს რომ არ არსებობს. ჩვენ ბევრ ამას ვერ ხედავ, ჩვენ რო ვერ ხედავთ, მარტო ის რო არსებობდეს, რასაც ხედავ, ძალიან პატარა იქნებოდა სამყარო მაშინ. ესე არ არის, ხო, ძალიან ბევრს ვერ ხედავ, მაგრამ რამდენიმე არსებობს, აი წარმოიდგინე. და ეს ბრძოლები სულ ბოროტისაგან არის. ამიტომ ეს სულები სულ ადამიანის დაღუპვისაკენ არის მიმართული, დაღუპვის ადამიანი წააქციოს. მადლი არ მიიღოს, თუ მიიღო დაკარგოს, თუ არა და არ მივიდეს ეს მადლი, თუ არა და ასე შემდეგ. ეს დაშვებული, რომ ჩვენ გამოვიწრთოთ, რომ ჩვენ ცოტათი გავძლიერდეთ, რომ ქარი როცა არხევს ხეს, მისი ფოთლები, მისი ფესვები ძლიერდება და ატანჯავს ადამიანს, მაგრამ არ ძალადობს. ქრისტეს შემდეგ ძალადობა არ შეუდგება. გადახრეს, მოუწოდებს, ასტურებს, მაგრამ არ ძა თუ შენ აყევი და დაექვემდებარე ამას და გახდი უკვე манипулირებული. აი მაშინ უკვე ნელ-ნელა ისეთ დროებაში დრო და დრო მცირედ და მცირედ შეიძლება ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს ადამიანი. აცდენა დღეს 1 სანტიმეტრში, ხვალდაზე 1 კილომეტრში აცდენა შეიძლება იყოს. რა იცი? ვინ არის ისი გამძლებელი? ამიტომ ამბობ თუ დაანო შემიყვანებ ჩვენ გასასწრებს, არავინ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, თორე ვინ ისი გამძლებელია, ვინ ისი გადამტანია? ერთი მაინტერესებს. ვის შეუძლია რამე სასტური და რამე გამოცდა გადაიტანოს წარმატებით. ისიც ღვთისმხალობით რაღაცას თუ შევძლებთ, ღმერთი თუ შეგვაძლებს. ამიტომ ეს სულები, რომლებიც დამღუპველ მოქმედებას აკეთებენ ადამიანზე, ტანჯველი სულები, რომლებიც განაშორებენ მორწმუნე ადამიანს სარწმუნოებისაგან, იმედისაგან, იმიტომ არის ამდენი სასოწარკვეთილება, ხელის შაქნევა, უიმედობა, ცხოვრების აზრისის, ასე ვთქვათ, არ ქონა, ბევრი დეპრესიაში არის, ზოგი სახლიდანაც არ გამოდის საერთოდ, ეს ვთქვათ უკვე ბოლო ფინალში გადის უკვე რა. ეს სახლიდან არ გამოსვლა, ეს არის სასწრაფოდ საშველი, როცა ადამიანი უკვე გამოიკეტება თვითიზოლაციაში მოხდება და ასოციალურობის უმაღლეს კონდიციას მიაღწევს, აი ეს არის უკვე სერიოზული შეპყრობილების ნიშანი. სასწრაფოდ საშველი. თორემ თავის სასაფლაოდ იქცევა თავისი საკუთარი თავი. ის ტალანტი დამარხა და დაფლა. და საკუთარი თავი უკვე თვით ჩაქრობაზე, მოკლე ჩართვა საკუთარ თავზე ემართება, თვით დაფერხვა ემართება ეს ადამიანს. და იღუპება. რამდენი ახალგაზრდა, რამდენი ადამიანი, რა ვიცი, ნარკოტიკით, ალკოჰოლით, სხვა ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებით, ფსიქიური პრობლემები ემართება და მერე იკეტება, ირაზება სახში და არ გამოდის. ეს არის ძალიან ცუდი რაღაც. საშიში, განგაშის წითელი უნდა აანტოს, აი რო ითქვა აბაზე ოჯახმა. ეს ძალიან სხვა თემაა, ხა დიდი თემაა. ამიტომ და ჩავმოვდეთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, მისი რწმენა კარგად შევისიცხორცოთ. რაც დამაბკოლებელია, დამაბკოლებელი ძალიან ბევრი მოვიშუროთ, რაც ღმერთთან მისვლას გვაბკოლებს და რაც გვიხსნის გზას პირიქით, იმას მივსდიოთ. იმიტომ რომ პეტრე მოციქული ამბობს, წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვითანცა შთანთქა ვინცაო. როგორც ლომი, წარმოიდგინე ამ ხელაფასებელი ხო ლომი, უმაღლესი მეფე, ადილთა მეფე, ესეთი ლომა თვითონ რა დააშავა, ლომი არ მაგალითად ალეგორია, რომ როგორც აი ბოროტსული, როგორც ტასებელი რაიმე ეშმაკი, როგორც ტასებელი რაღაცა სული ესეთ სტილოს ადამიანი, ასე ვთქვათ, დაღუპოს, როგორც შთანთქას, სულიერი თავდასხმები ხორციელდება ადამიანს, უხილავი, ფსიქიური თავდასხმა, ღისი და განსაკუთრებით ღამე. ღამეც იმიტომაც საღამოს ლოცვები, ეს დიდი თემაა, რომ დაცული იყოს, გარეშეწული იყოს ჯვარი, სულ ბუდა. ძალიან დღეს 100 თვალი 100 ყური უნდა გამოვიბათ და 100 მაგი შეგრძნებისა და 100 მაგი შემეცნება გზნობა ცოდნის და გზნობიარობის 100 მაგ სტანდარტში უნდა ჩავდეთ, უფრო მეტი ძალიან ძლიერი სულიერი შეგრძნება და სიფრთხილე გვმართებს, გაფრთხილებული შეიარაღებულია, ნათქვამია, გაფრთხილებული შეიარაღებულია, გვაფრთხილებს, იფხიზლეთ, თილად იყავით, იღვიძებდით, რო არ შეხვიდეთ განსაცდელში. ამიტომ თითოეულ სულს დღეს სჭირდება პავლე მოციქულის ეს ცნება, იფხიზლეთ, მტკიცეთ იდექით რწმენით, ხნედ იყავით და გაძლიერდით. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე და გზა ხსნილი გექნებათ. რასაც ყველას გისურვებთ. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარული, ყოველთა თანა ამინ მიყვარხართ, მოცავთ და